აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების კრიტერიუმების პროექტი მოამზადა. პროექტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლას, შეფასებასა და მათთვის დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით დაზარალებული ოჯახებისთვის ფართის შერჩევისას პრიორიტეტები მიენიჭება მუნიციპალიტეტს, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ და შესაბამისად ინტეგრირებულნი არიან. პროექტი სხვადასხვა სარეიტინგო ქულის მქონე პირებისთვის ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს. ამ წუთებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შერეული სამთავრობო კომისიის ხდომა მიმდინარეობს, რომელზეც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების კრიტერიუმებზე ისჯელებენ. როგორც თქვენ ცნობილია, არის ახალი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება დახმარების გაცემის საკითხი, ასევე შემოსული არის შუახევის მუნიციპალიტეტისგან იმ ოჯახების სია, რომელთა სახლები იმყოფება სტიქიის ზონში. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით უკვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წარედგინება რეკომენდაციები და შემდეგ მოხდება აღნიშნულ ოჯახებზე ფინანსური სახით ან საცხოვრებლის სახით დაკმაყოფილება შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში.